15 წლის წინ, როცა დავიწყე YouTube-ის ყურება და აღმოვაჩინე Carly Bybel-ი, ვიყავი შეყვარებული ამ ადამიანზე. ძალიან მომწონდა, საოცარ მაკიაჟს იკეთებდა, ძალიან კარგი ბლოგერი იყო და მოკლედ ჩემთვის იყო ერთ-ერთი პირველი შთაგონების წყარო, რის გამოც მაკიაჟს მოვკიდე ხელი. მას მერე Carly Bybel-მა ბევრი სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება გამოუშვა, მაგრამ ეს არის პირველი, რომელიც ხელში ჩამივარდა და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ამას განვიხილავ, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ეს არის OG-ის ულამაზესი პალიტრა და ეხლა გამოვიტან აი ამ ყველა ფერის დასახელებას ეკრანზე. შევეცდები გავაკეთო ლამაზი მაკიაჟი და თან ამ მაკიაჟის კეთების ფონზე მოგიყვებით თუ რა მომეწონა ამ პალიტრაში ყველაზე მეტად, გარდა იმისა, რომ გეტყვით აუცილებლად რომ ვარ მიკერძოებული, იმიტომ რომ Carly Bybel-ი ძალიან მიყვარს. თუმცა იმის გამო არ ვამბობ, რომ მიკერძოებული ვარ და ვისაც ეს პალიტრა ერთხელ მაინც ხელში გჭერიათ, ყველა მიხვდება, რომ ძალიან ობიექტური განხილვა იქნება ეს. იმიტომ რომ ფერები ნამდვილი კარაქივით არის, როდესაც ხელს უსვამ იმისთვის, რომ სვოჩი გავაკეთო, ისე მადნება ხელზე, თითქოს კრემოვანია, არა და არ არის კრემოვანი და არის მშრალი ფაქტურის. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ არის ძალიან პიგმენტური, თან გადანაწილდება იდეალურად. ნახეთ, ეს შიმერებიც როგორი ლამაზია და მატი არის საოცარი ხარისხის და ძალიან მომწონს. ამ გოგონასგან ნაკლებს მართლა არ ველოდი და აი თვალის ლაინერის ფაქტურაც კი ძალიან ლამაზად მივიღე შავი თვალის ჭრდილისგან. ჩემი მილიონი პალიტრიდან ეს ერთ-ერთი გამორჩეული იქნება და ხშირად გამოვიყენებ.